მეგობრებო, თანამოაზრეებო, თანამებრძოლებო, საქართველოს მოქალაქენო, შვილებო და შვილიშვილებო, მე უნდა გარკვეული დრო წაგართვათ. სათქმელი ცოტა დამიგროვდა და არ მაქვს უფლება ისე როგორც ჩემ კოლეგებს არ მაქვს უფლება ამ ჩვენი ქვეყნისათვის მართლაც და საბედისწერო დღეების წინ ზოგი რამ არ გითხრათ, ზოგი რამ არ შეგახსენოთ, ძიმეთ მოსაგონარიც და სასიხარულოც, რასაც ჩვენ მოვესწარით და რაც ჩვენ განვიცადეთ. აქ ერთად ვიჯექით წინა რიგში ზვამაშუკელი, ნიკოლეგიშვილი, ვაჟა ლორთქიფაინძე, ზურაბ ჟვანია და სხვები და ვიგონებდით, როგორ შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი. ეს იყო უიმედო და განწირული ქვეყანა. აი აქ აჩვენეს კადრები ჩვენი დედაქალაქის ცენტრიდან. დაბომბილი, ტყვიებით და ყუმბარებით დახვრეტილი სახლები. ეს იყო დღეები და არა მარტო დღეები, როცა თოფიანი კაცი მართავდა ქვეყანას. თოფიანები დათარეშობდნენ საქართველოში. მაშინ ვერ გაიგონებდით წუწუნს, იმიტომ რომ ეს უშედეგო იყო, რომ პენსია არ მაქვს, ხელფასი არ მაქვს. მე მახსოვს ერთ რამეზე ლოცულობდნენ, ერთ რამეს გეხვეწებოდნენ. ოღონდ წესრიგი იყოს. ოღონდ აი ამ შიშს, ამ უბედურებას, ამ სასწარკვეთას გადაგვარჩინეთ. მე თქვენგან არაფერს არ მოვითხოვთ. აი ამ ვითარებაში მაშინ შეიკრიბა თბილისელთა ინიციატივით, საქართველოს პატრიოტთა ინიციატივით და მათი თაოსნობით მოქალაქეთა კავშირის პირველი ყრილობა, დავარქვათ მას პირველი ყრილობა, ეს იყო საინიციატივო შეხვედრა ფილარმონიის დიდ დარბაზში. მე მაშინ თქვი, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ შევქმნით, ავაშენებთ სახელმწიფოს, ჩვენ ავაშენებთ დამოუკიდებელ საქართველოს. ძნელი იყო მაშინ ამის თქმა, ძალიან ძნელი იყო. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს ფანტაზიაა, ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ეს უპასუხისმგებლობაა, უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომ ეს შეუძლებელია. მე ვარ ბედნიერი, თქვენთან ერთად, ჩემ ხალხთან ერთად, დე ნახევრად შიერნი, ნახევრად წყურვალნი და ნახევრად გაყინულნი, მაგრამ ჩვენ ვართ დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენი, დემოკრატიული სახელმწიფოს შვილები. ჩვენ ბევრი რამ შევძელით, ბევრი ვერ გავაკეთეთ. მე მახსენდება, მაშინ აქ არ გავხდით და სხვა შორის შევარდნაძე ჩამოვიდაო. არსად არასდროს შევარდნაძე არ დასულა. მე მოსკოვშიც რო ვიყავი და სხვაგანაც რომ დავდიოდი სამოგზაუროდ, საბჭოთა კავშირის საკითხებს რო ვიხილავდი, მაშინაც თბილისში ვიყავი, მაშინაც საქართველოში ვიყავი.
და მადლობა ჩემ მეგობარს ან დიტრ გენშერს, რომელმაც ეხლა დამიდასტურა, აგერ ამდენი წელი გავიდა, ეხლა დამიდასტურა, რომ მე მაშინ, როცა მის მშობლიურ სოფელში ვიყავი, სწორედ მაშინ მაქვს ეს ნათქვამი, რომ მე ეხლა ჩემ სოფელში მამაცში ვარ, მეთქი ისტორიულ მამაცში. და მე მაშინ მოვისმინე შედეგები, წავიკითხე საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგები. ეს იყო 91 წლის 31 მარტი. მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ერისა და ეროვნების შვილმა, კომუნისტებმა და არაკომუნისტებმა, ყველამ ხმა მისცა, თვალწდები 99-მა თუ 95%-მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. მას შემდეგ ძალიან მძიმე წლები გავიარეთ. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დღესაც კიდევ უფრო მეტი სიმწვავით და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით დგას საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი. უცნაურია? რა თქმა უნდა უცნაურია, რასაც ვამბობ. იმიტომ რომ ერთი მხრივ ვამბობ, რომ ჩვენ გაუგონარი გმირობის მონაწილენი ვართ. დანგრეულ და დარბულ ქვეყანაში ავაშენეთ დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ შეიძლება სახელმწიფო ჩვენი უდიდესი მონაპოვარი, ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი დიდი მოაზროვნეების ნაოცნებარი შეიძლება ყველაფერი დაიკარგოს და ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდეს. კვლავ რომელიღაც ქვეყნის სატელიტი გავხდეთ. აღარ გვინდა ეს. არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გავიგეთ ფასი თავისუფლებისა, ფასი დამოუკიდებლობისა. და ამას არ დავთვალოთ ჩვენი ხალხი. ჩვენ შეგვეძლო სხვა გზით გვევლო. აქ მე ვხედავ ჩემ ძველ მეგობრებს, დიდი ხნის მეგობრებს, რომელთაც პატივს ვცემ, თაყვანს ვცემ, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, იქ ბატონი ალეკო თავხელიძეა თვალწდები, იქეთ როინ მეტრეველი და სხვები. ბევრის დასახელება შემიძლია, რომლებიც აი ქაოსის წლებში მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, აიღე ძალაუფლება. შენ ხომ შეგიძლია მართო, შენ ხომ შეგიძლია დაარტყა მუშტი და ქვეყანაში წესრიგი დაამყარო. და ასეთი იყო უმრავლესობის განწყობილება თითოეული თქვენთაგანის. მე მაშინ ეს არ გავაკეთე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად. თქვენთან ერთად, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ აირჩიეთ ყველაზე ძნელი გზა, ყველაზე რთული გზა, რაც იშვიათად ხდება. ქაოსში მყოფი ქვეყანა საერთოდ ირჩევს ერთმართველობის, დიქტატურის გზას. ჩვენ შეგვეძლო მაშინ დაგვემყარებია დიქტატურა. მე გამხდარიყავი დიქტატორი. ჩვენ შეგვეძლო დაგვემყარებია კლანების დიქტატურა, ისე როგორც აქ ბატონმა აზიზმა ილაპარაკა, რომელიც უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებს თითოეული ჩვენთაგანისა. ამ გზით არ წავედით. და მოგესალმები აზიზ, ბატონო აზიზ. შენ და ყველა შენ თანამოაზრეს. ჩვენ საყვარელ აჭარას მივესალმები. ყველა მის მოქალაქეს, ჩვენ უბწყინვალეს კუთხეს. ჩვენ სხვა გზით წავედით, სხვა გზა ავირჩიეთ, ყველაზე ძნელი. დემოკრატიული აღმშენებლობის. მაშინ ცოტა უცნაურიც იყო და ვერც გაიგებდა ადამიანი ნორმალურად რა არის ეს დემოკრატიული ღირებულებები. რაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები. მე მახსოვს, მაგრამ იმასაც გეტყვით და არ შემიძლია არ გითხრათ. მახსოვს ძალიან კარგად.
ჩვენი ხალხი ძალიან ადრე გამოერქვა. მართალია 1-2-3 წელი იტანჯა, იწრალა, მაგრამ როდესაც ჩვენ პირველი არჩევნები ჩავატარეთ, ჩვენი პარლამენტის პირველი არჩევნები, მე მახსოვს მაშინ აფხაზეთში ვიყავი და ტყვიანთქვეების კაკანში, ცეცხლის ქვეშ, ქვემეხების ცეცხლის ქვეშ გარბოდნენ ადამიანები საარჩევნო ყუთებისაკენ და მაშინ თითქმის 90%-მა საქართველოში მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დაახლოებით ამდენიმე ხმა მისცა მაშინ სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ესე იგი ჩვენი ხალხი ძალიან ადრე დაბრძენდა, ძალიან ადრე გამოერქვა შექმნილ ვითარებაში და ძალიან ადრე მიიღო გადაწყვეტილება ხარი დაეჭირა იმ ძალებისათვის, რომელსაც აქვს ნიჭი და უნარი და თუნდაც გამოცდილება იმისათვის, რომ მიიყვანოს ქვეყანა უკეთეს მომავლამდე. ეს უმძიმესი წლები გავიდა. მოდი და ვთქვათ ახლა სიმართლე. შეგვეძლო თუ არა მეტის გაკეთება. მე ვეთანხმები ჩემ მეგობრებს, ჩემ კოლეგებს, ჩემ თანამოაზრეებს. ჩვენ დამნაშავე ვართ ჩვენი ხალხის წინაშე. კეთს ვიხრი მათი გმირობის, მათი მოთმინების წინაშე. და ბოდიში ვიხდი იმისათვის, რომ პენსიებს ვერ გავდეთ, გაგგვიანეთ. ხელფასები დაგგვიანეთ. იმიტომ რომ სიმბოლური ხელფასები გაქვთ. ვინ და მე ვიცი რა არის ეს ხელფასი, რის ყიდვა შეიძლება და როგორ შეიძლება თავის რჩენა, ოჯახის რჩენა. მაგრამ მეორე რამაც უნდა ვთქვა. მეორე რამაც. ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება. ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი. ერთ დღეში, ერთ თვეში, ერთ წელიწადში, 2 წელიწადში ქვეყანა არ აშენებულა. ჩვენ შეუძლებელი შევძელით, მეგობრებო, თქვენი საქართველოს მხარდაჭერით და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერით 60 წელიწადში ქვეყანა ავაშენეთ. სახელმწიფო შევქმნით. მე ამასინათ გამოიყენეს გამონათქვამი. სახელმწიფო, რომელიც საფუძველია იმისა, რომ კეთილდღეობამდე მივიდეთ. სტაბილურობა სწორედ ამ სახელმწიფომ უზრუნველყო. ჩვენმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ. ჩვენ სტაბილური ქვეყანა ვაშენებთ. ერთმანეთის აღარ გვეშინია. დასმენებზე აღარ მუშაობთ. ჯაშუშობას თავი დავანებეთ. ერთმანეთ თოფით აღარ დავდებთ. და ეს საარჩევნო კამპანიას ვატარებთ. იმისათვის, რომ აი სტაბილურობიდან, როგორც მანიფესტშია ნათქვამი, მივიდეთ კეთილდღეობამდე. მაგრამ კეთილდღეობამდე მივალთ მხოლოდ მაშინ, თუ გვექნება კვლავ სტაბილური და ძლიერი სახელმწიფო. ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი თავარი მონოპოლარი და რომ კიდევ და კიდევ შეგახსენოთ. გახსოვთ პურის რიგში გათენებული ღამეები. რა თქმა უნდა გვახსოვს. დღეს არა ვარ ყოფილი იმით, რაც გვაქვს. მაგრამ რაც იყო იმასთან შედარებით, ჩვენ წინ გადავდგეთ ნაბიჯი. ჩვენ უნდა გზა გაგვეყვალა მთელი მსოფლიოსაკენ. ჩვენ ვიყავით მარტონი. ჩვენ ვიყავით იზოლირებული. არავინ არ ცნობდა ამ ქვეყანას. თუ ცნობდნენ, თუ იცნობდნენ როგორც არასტაბილურს, როგორც ქაოსურ მდგომარეობაში მყოფს. და შეგახსენებთ, ჩემი ჩამოსვლიდან 1 თვის შემდეგ გერმანიის ვიცე-კანცლერი ჩამოვიდა, 70 მილიონი ეკიუ ჩამოგვიტანა, მოშიმშილე ხალხს და გამოგვიცხადა, ეს ევროპის დახმარებაა. და მაშინ თქვა მან, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ დემოკრატიული ქვეყნის
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზით ივლით. ეს არის ევროპის მიზანი და ევროპის ამოცანა. ჩვენ დაგახმარებით. ცოტა ხნის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა ჩვენ თანამემამულე შარიკაშვილთან და სხვებთან ერთად. შესაბამისი დახმარების შეპირებებით და რამდენი იცით, მას შემდეგ 9 მილიარდზე მეტი დოლარის დახმარება მიიღო საქართველოს. იქნებ ყველა დოლარი დანიშნულებისამე არ წავიდა, მაგრამ ეს აქ დარჩა საქართველოში და ეს რომ არ ყოფილიყო ჩვენ შიმშილით ამოვწყდებოდით. თითქმის ამდენივე დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა, გერმანიამ, მრავალმა სხვა ქვეყანამ. რატომ? არჩევანისათვის. მათ იცოდნენ და იციან დღესაც, რომ ჩვენ დახმარება და მხარდაჭერა გვჭირდება. და ჩვენ ეს გზა უნდა გაგვეკაფა. თანამოაზრეები, ჩვენი თანამდგომები უნდა შეგვეძინა მთელ მსოფლიოში. მარტონი ვერ შევძლებდით, თავს ვერ გავართმევდით. იმ ამოცანას, რომელსაც შევებრძოლებთ, რომელიც ჩვენ დავისახეთ, ვერ შევძლებდით. და ჩვენ შეუძლებელი. დღეს საქართველოს ანგარიშს უწევენ. დღეს საქართველოს აზრს უსმენენ. მე არ ვამბობ ტრაბახი, ეს არ არის. მე თქვენგან ვითისებ იმას, რასაც თქვენ აზროვნებთ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. თუ რაიმე გონივრულია ჩემ ნათქვამში, ეს ქართული აზრის გამოსხიებაა, ქართული აზრის გამოხატულებაა. და მე ეს თქვი გერმანიაშიც, ეს თქვი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც. და დღეს თვლიან, რომ საქართველოს ეს არის ქვეყანა, ახლებურად მოაზროვნე ქვეყანა. დიახ, გასაჭირში მყოფი, მაგრამ ახლებურად მოაზროვნე ქვეყანა. არ გინდა წარმოიდგინოთ ამ ნახევრად დარბეულ ქვეყანაში აი ეს ბიჭები, რომლებიც 91 წელს მე იმ ლაბორატორიაში ვიყავი, წამოიწყებდნენ იმ რაღაც პატარა რაღაცა გამოგვენების გავს და კოსმოსში გავიდოდნენ, მსოფლიოს გააკვირვებდნენ. განა ეს არ არის ახალი აზროვნება. განა ეს არ არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა. განა ეს არ არის უზარმაზარი იმედი იმისა, რომ ჩვენი ინტელექტუალური წყარო ამოუწურავია, დაუშრობელია. რამდენი მეზმარია შვილებია ჩვენ ახალგაზრდებში. რამდენი გმირები, რამდენი ჩემპიონები, რამდენი პროფესორები, აკადემიკოსები, გამოჩენილი მოღვაწეები ხელოვნების და ლიტერატურის. ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. რამდენი ახალგაზრდა შესანიშნავი ბიზნესმენი, რომელიც უკვე გამოვიდა არენაზე და მარტო თავის თავზე, თავის ოჯახზე კი არ ფიქრობს. არამედ ფიქრობს გაჭირებულს გაუწოდოს ხელი, ქვეყანას მოეხმაროს, ქვეყანას ხელი შეაშველოს, მერთმა ხელი მომართოს ყველას. ეს ჩვენი სიმდიდრეა, ჩვენი სიძლიერეა. მე მიემაყება აქ ბატონმა სურაბ ჟვანიამ და ქალბატონმა ნინო გურჯანაძემ ბრძანეს. 3.5 წელიწადში ფაქტიურად. 9 წელიწადი ყოველთვის სჭირდება პარლამენტს ფორმირება და ეს ორგანიზაციული საკითხები და სხვა და სხვა. მან თქვა 650 და მე გამოვითვალე უფრო პატარა მნიშვნელობის კანონები რო არის. 750 კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტს. ესე იგი შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დემოკრატიული სახელმწიფოს, სოფლიო, საკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა. ამ ბაზის გარეშე არ იქნებოდა ის სახელმწიფო, რომელსაც დღეს წარმოადგენთ. და ამ ბაზის გარეშე მას მომავალი არ ექნებოდა. არ არსებობს მეორე პარლამენტი ასეთი ნაყოფიერი შედეგების მქონე. არ არსებობს მეორე პარლამენტი. რატო გაგვიღეს ევროპის საბჭოს კარები? ზოგი ისე ჩაიქირქილებს ევროპის საბჭო და მე სულხან საბა ორბელიანი როგორ თითოეულ თქვენთაგან იმას ვიცნობ შესანიშნავად. არა მარტო შემოქმედებას, მის ბიოგრაფიას ვიცნობ. ვიცი როგორ დადიოდა ეს კარიდან კარზე, არაფერი არ გამოვიდა. მე ბედნიერი კაცი ვარ, ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ მის ნაკვალებზე დავდივარ
როგორც გამარჯვებული საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს წარმოადგენელი. შევარდნაძეს როგორც პრეზიდენტს ალტერნატივა არ გააჩნია და აქ ოპონენტებიც კი ამას იზიარებენ. მეც ვეთანხმები მათ. მაგრამ აქვე კიდევ და კიდევ ვიტყვი და კიდევ გამიმეორებ. არავითარი აზრი არ იქნება შევარდნაძის არჩევას პრეზიდენტად, თუ არ იქნება საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც აი ამ დაწყებულ ისტორიულ საქმეს გაგრძელებს. ჩვენ ევროკავშირს უпростоრად ენა მიყივლა ევროკავშირი მეთქი, იქაც მიგვიღებენ. ევროსაბჭოში იმიტომ კი არ მიგვიღეს, რომ ზღაპრული ქვეყანა ვართ. იმიტომ მიგვიღეს, რომ კანონები შევქმნით, სამართლებრივი ბაზა შევქმნით ასეთი ქვეყნის, დემოკრატიული ქვეყნის, ჭეშმარიტი დემოკრატიის გზას დავადექით და დემოკრატიული წესებით ცხოვრობთ ქვეყანაში. ამიტომ მიგვიღეს. მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთი არ მიიღეს, არც ჩინეთი მიიღეს, არც უკრაინა. ღმერთმა დამიფაროს, არავის არ ვამცირებ, მitmetes ასეთ ქვეყნებს, უზარმაზარი გიგანტი ქვეყნებია. საქართველოს მიიღეს. რატო? იმიტომ რომ აი ეს კანონები შევქმნით, რომელიც მსოფლიოს სტანდარტებს პასუხობს. და ისეთი ცხოვრება დავიწყეთ, რომელიც ახლა ხანდახან ძალიან პროზაულად ჟღერს, საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით. ეს ძნელია ეს. ეს სასტიკენ გამოცდა. ეს ამას თანსდებს სიღარიბეც. ზოგის გაღატაკება, ზოგის გამდიდრება, მაგრამ ეს დროებით მოვლენა. გზა გაგვიღეს და გვითხრეს. თქვენ 6 წლის განმავლობაში გაძლევთ ეს გამოსაცდელი ვადასავით. ყველა უპირატესობა თქვენი ბიზნესისათვის დაწესებული გაქვთ, შეინარჩუნებთ. მაგრამ თქვენ გახსნილი გაქვთ სოფლიოს 131 ქვეყნის ბაზარი. თუ რაიმე გაქვთ გასაგები, თუ რაიმე შექმნა შეგიძლიათ, შექმნით, შემოიტანეთ და დაუბრუნეთ თქვენ ხალხს სიმდიდრედ, დოლარებით. ეხლა ევრო ქვია, ეკიო და სხვადასხვა სიმდიდრის სახით. ეს ამას ჩვენ მივაღწიეთ იმის წყალობით, რომ ასეთი რანგის, ასეთი მასშტაბის კანონები შევქმნით. ასეთ დონეზე გამოიყურება და ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ არ გაგვიწერენ. მე მიამაყება, როცა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იგივე რუსეთის ყველაზე მოწინავე მოაზროვნე ინტელიგენცია ჩვენთან ერთად არის და უნდა ძალიან გულით უნდათ რომ დაგვეხმარო. ხანდახან იმასაც კი გვეტყვია, რომ თქვენ ლიდერების როლში ხართ. მხედველობაშია აზროვნება, მხედველობაშია დემოკრატიული ცხოვრების ნორმების დაკანონება, დაწესება, ამ ნორმების მიხედვით ცხოვრება, თუნდაც ის არჩევნები, რომელიც უკვე ჩავატარეთ. ძალიან დიდი იმედი აქვს ყველას, რომ ეს არჩევნებიც, რომელსაც ჩავატარებთ, ასევე დემოკრატიული, ასევე სამართლიანი, ასევე კარგი შედეგები დამთავრდება. ისინი გვეხმარებიან. და იცით რა თქვა გენშერმა? არ ვიცი მოასწარი თუ არა გაცნობა, ყველა ვერ კითხულობს გაზეთს სამწუხაროდ, რომ გერმანია ვალშია შევარდნაძის წინაშე, ესე იგი საქართველოს წინაშე. და ჩვენ გერმანელები ვალდებული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მაშინ, როცა მას ეს დახმარება სჭირდება. და ეს გახდება აყვავებული ქვეყანა. მითხარით, ეს არის თუ არა მთელი ეპოქა. მთელი ეპოქის ამსახველი ერთი ფრაზა, რომ გერმანია, რომელიც ერთმა ჩვენმა წინამორბედმა თანამემამულემ გააყო, დღეს ამბობს იმას, ამბობს ამ ფრაზას, რომ ჩვენ ვალში ვართ საქართველოს წინაშე და ჩვენ საქართველოს უნდა დავეხმაროთ.
და გერმანიის კანცლერმა მითხრა, უკვე არ არის საიდუმლო თქვი ამის შესახებ. მე სადღაც ადრე გაზაფხულზე, აი საპრეზიდენტო არჩევნების წინ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. ყველა დიდ ბიზნესმენს ჩამოვიყვან. თქვენ მხოლოდ კარგად მოემზადეთ. წინადადები მოიფიქრეთ. ყველა დიდ ბანკირს ჩამოვიყვან. ყოველ შემთხვევაში ერთი ბოინგი სავსე იქნება. და კიდე გავცემ ერთ საიდუმლოს, რომელიც არ გამოქვეყნებულა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მითხრა, ბატონმა კლინტონმა, ეს მისი ბოლოა და კიდევ ერთი წელი თუ წელიწად ნახევარი დარჩა. სხვა საკითხებთან ერთად ბევრი რამეზე ვიმსჯელეთ და მითხრა, აი სანამ აქ ვარ, მე და ჩემი გუნდი გამოგიყვენეთ. ჩვენ გინდა დაგეხმაროთ თქვენ. გულწრფელად გინდა დაგეხმაროთ. არის თუ არა ეს მონაპოვარი? რა თქმა უნდა მონაპოვარია. და მე წაღან ეტაპების შესახებ მოგახსენებთ. ეს ეტაპი უნდა გაგვევლო ჩვენ. აი, სოფლიოში აღიარებული ქვეყანა უნდა გავხდარიყავით. ჩვენთვის, ასე ვთქვათ, რჩევა უნდა ეკითხათ ზოგიერთ საკითხებში. ჩვენი რეალობა ისე უნდა აღექვათ, როგორც ჩვენ ვარსებობთ, საიდანაც ჩვენ მივისწრაფით. აი ისე უნდა გაეგოთ, როგორც ჩვენ თვითონ გვესმის და ასე ესმის დღეს ეს მთელ სოფლიოს. ჩვენ აი ამას ჩაუყარეთ საფუძველი. სოფლიო თანამეგობრობაში შესვლას. და დღეს დემოკრატიული საქართველოს შენობლობა, როგორც აღარ გითხარით, უკვე არა მარტო ჩვენი საქმეა, არამედ ყველა დემოკრატიული, სოფლიოს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ამოცანად იქცა. დაგვეხმარონ მაშინ როცა აუცილებელია. ეხლა აი ამ პენსიებზე რომ ასეთი პრობლემა გვჭირს ჩვენ, კიდევ და კიდევ 10,000 ბოდიში, აი კაცურად, ადამიანურად მეუბნები ყველა პენსიონერს, ვიცი რა დღეშიც ხართ. ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ დადო დაგომართა ეს. ჩვენ ხომ სულ ამ 2-3 წლის წინ აღმავლობით მიდიოდით. 96, 97, 98 წლის პირველი ნახევარი. 11-12%-იანი ზრდა იყო. ბიუჯეტის პრობლემები არ იყო. გადაგვიარა სოფლიო კრიზისის ქარტეხილმა პირველ რიგში რუსეთის კრიზისმა. ჩემი გამოანგარიშებით, ჩემი ეს საკუთარი ანგარიშია, $500 მილიონ დავკარგეთ ამ კრიზისული პოლონების გამო. ამიტომ ვერ გაუძლო ამან, ჯერ კიდევ ფეხზე არა ვარ დამდგარი ისე როგორც საჭიროა. ვერ გაუძლეთ და გაგვიჭირდა, ბიუჯეტს გაუჭირდა. ამას გამომატეთ ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არაა კეთილსინდისიერი ადამიანი. სხვის ჯიბეში ჩაზრომა უყვარს და სახელმწიფო ჯიბეში ჩაზრომა უყვარს.